თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა დღეს პარლამენტის წინ გამართული აქციისა, რომელიც მოძრაობამ შემოგვიერთდი გამართა. აქციის ორგანიზატორების გარდა პარლამენტის წინ პოლიტპატიმრების მშობლებიდან ათასავები მივიდნენ. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო აპარატთან სხვა სახის პრეტენზიები აქვს. აქციის ორგანიზატორები იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, ვინც 2003 წლიდან დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან. 6 წლის სტატისტიკა კი ასეთია. საქართველოს 117 პოლიტპატიმარი ყავს. ზოგადად ჩვენი მოძრაობა შეიქმნა პოლიტპატიმრების თემაზე, ვინაიდან 2003 წლიდან დღემდე მრავალი პოლიტპატიმარი ყავს საქართველოს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ 100-მდე პოლიტპატიმარი, ჩვენი თანატოლები მათ შორის, რომლებიც საშინელ დღეში იმყოფებიან. ჩვენი მოძრაობა ამის გარშემო შეიქმნა, ჩვენ ეს ადამიანები ამ თემის გარშემო გავერთიანდით. 2001 წლის 31 ივლისს პროცესი მოვიგეთ, მაგრამ შეგნებულად მიმაზან მიმართულად დაკვეთით არ ასრულებს იუსტიციის სამინისტროს საათსრულებო დეპარტამენტი და ბიურო. ანუ 2001 წლის სექტემბრიდან წარმოებაში ჰქონდათ უზენაეს სასამართლო საათსრულებო ფურცელი აღსასრულებლად და 2007-ში დამიბრუნეს უკან. ოღონდ გაყალბებული დამიბრუნეს. ადამიანის უფლებათა ფედერაციამ განიხილა 8 საქმე და ამ 8 საქმეს, სადაც არიან წარმოდგენილები პოლიტპატიმრები, მიანიჭა ყველას პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. ეს კომისია გააგრძელებს სხვადასხვა პოლიტპატიმრების საქმეების განხილვას. მოხდება ასევე მათი აღიარება იმის დამიხედვით არიან თუ არა ესენი პოლიტპატიმრები.